Makroekonomikურ სფეროს განსაკუთრებული როლი განეკუთვნება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. კერძოდ დავაზუსტებთ, რომ საუბარია მთლიანობაში ეკონომიკის მდგომარეობაზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და კონკრეტულად მისი ერთ-ერთი პარამეტრის, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის მაჩვენებლის მეშვეობით. როგორც კი თქვენ დაამთავრებთ სწავლის უმაღლესი აკადემიური სწავლის პირველ საფეხურს, მოიპოვებთ ბაკალავრების აკადემიურ ხარისხს, თანდათანობით თქვენ უკვე პირველ ნაბიჯებს გადადგავთ ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის. კერძოდ მხედველობაში მაქვს თქვენს მიერ მუშაობის დაწყება. ანუ დაიწყებთ სამუშაოს ძიებას, ბუნებრივია რამოდენიმე ძირითადი ორიენტირი გექნებათ თქვენ ამ შემთხვევაში, ეს არის პირველ ყოვლისა ის ანაზღაურება, ის შემოსავალი, რასაც სამუშაო თქვენ მოგიტანთ, შესაბამისობა ამ სამუშაოსი თქვენს ცოდნასთან, თქვენს კვალიფიკაციასთან, პროფილთან, იმ სფეროსთან, რომელშიც თქვენ დააგროვეთ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ცოდნა და ასე შემდეგ. ანუ არის ის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ თქვენს მიერ არჩევანის გაკეთებას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ არის განყენებული და მჭიდრო კავშირშია, იქნება მჭიდრო კავშირში იმ მომენტში საზოგადოებრივ ვითარებასთან. კერძოდ მხედველობაში გვაქვს ეკონომიკური სისტემის მდგომარეობა. ის თუ რა ფაზაში იქნება ეკონომიკა იმ პერიოდში, იქნება თავის ზრდის პერიოდში, აღმავალზე, თუ პირიქით შეკუმშვის პერიოდში და ასე ვთქვათ, ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებას ექნება ადგილი, ანუ აღმავალ ტენდენციებს, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული თქვენი კმაყოფილება და წარმატება იმ ჩანაფიქრში, რასაც თქვენს მიერ სამსახურის პოვნას და თქვენი დასაქმება ჰქვია. ამგვარად ვხედავ, თუ რაოდენ დიდია მნიშვნელობა ეკონომიკური ვითარებისა და გამომდინარე აქედან ეს ვითარება გამოხატული კონკრეტულ პარამეტრებში, კონკრეტულ მაჩვენებლებში, სტატისტიკურ მონაცემებში, ფართოდ ხელმისაწვდომია ჩვენს ირგვლივ. ანუ პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო წყარო მეტნაკლებად ამ პროფილის შეიცავს მონაცემებს, სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კერძოდ ის თუ როგორია მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობა, როგორია დასაქმების მაჩვენებლები, არის უმუშევრობა გარკვეულ ზღვარზე, რომელიც სახიფათოა საზოგადოებისთვის, თუ პირიქით ამ მხრივ ყველაფერი დამაკმაყოფილებელია. როგორია ფასების ზრდა, ანუ ინფლაციის კუთხით დანახული ტენდენცია, როგორია ვთქვათ ვაჭრობის, საცალო ვაჭრობის პარამეტრები, ამ მთლიანობაში როგორია საგარეო ვაჭრობის ბალანსი, მისი მდგომარეობა. ანუ ფაქტიურად, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და რაც თქვენი დაინტერესების საგანი იქნება მომავალში, ეს ინფორმაცია განეკუთვნება მაკროეკონომიკურ სტატისტიკას. ანუ საუბარია იმ ეკონომიკურ პოზიციაზე, რომელიც შეისწავლის მთლიანობაში ეკონომიკას და არა მის ცალკეულ ნაწილს, თქვათ, საოჯახო მეურნეობის თუ კონკრეტული საწარმოს მაგალითზე. ამგვარად, მაკროეკონომიკა ცდილობს ახსნას მოვლენები, რომელიც ეკონომიკური, ბუნებრივი ეკონომიკური სახის მოვლენები, რომლებიც ვითარდება საოჯახო მეურნეობის, ფირმის, ბაზრების მეშვეობით. ანუ მთლიანობაში დანახული სურათი ეს არის მაკროეკონომიკური მიდგომა.
სწორედ ერთობლივ ჭრილში დანახული ეს სურათი ჩვენთვის ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს. პასუხები, რასაც მაკროეკონომიკა ჩვენ თვალნათლივ გვაჩვენებს ეკონომიკურ ჭრილში, ეს არის ძირითადად მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით არსებული შინაარსი, განკვეთრად გამოხატული ტენდენციები. კერძოდ პასუხი იმის თაობაზე, თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში რატომ არის დასაქმების მაჩვენებელი ამგვარი, რატომ იზრდება ან თუ რატომ მცირდება თქვათ უმუშევრობა, რატომ არის შემოსავალი თქვათ მაღალი ან დაბალი ქვეყანაში, რატომ არის ფასების ზრდა სწრაფი ან პირიქით ფასები სტაბილურია. ანუ მთლიანობაში ჩვენ გვაქვს საშუალება ეკონომიკა დავინახოთ ერთიან ჭრილში და სწორედ მაკროეკონომიკა გვეხმარება ჩვენ ამ ყველაფერში, ამ ამოცანის შესრულებაში. ანუ კიდევ ერთხელ შეგვიძლიათ ხაზი გავუსვათ ჩვენ იმ კონკრეტულ განმასხვავებელ ნიშნებს, რაც არის მიკრო და მაკროეკონომიკებს შორის. მიკროეკონომიკა შეისწავლის თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება საოჯახო მეურნეობების თუ ფირმების მიერ, ხოლო მაკროეკონომიკა შეისწავლის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს მთლიანობაში, მათ შორის ინფლაციის, უმუშევრობის, ეკონომიკური ზრდის და ასე შემდეგ საკითხებს. ანუ ეს არის უფრო ფართო ხედვა, ფართო ჭრილი ეკონომიკური მოვლენების განვითარების თაობაზე. ამგვარად ჩვენ მიმდინარე ლექციის მანძილზე ამ თემის განხილვისას ყურადღებას მივაპყრობთ ყველა იმ მაჩვენებელს, რომლითაც ხასიათდება ეკონომიკა როგორც მთლიანი და შესაბამისად ყველა იმ შემადგენელ ელემენტის შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ, გავაანალიზებთ, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებას ახდენს. თავისთავად ეკონომიკაზე როგორც ერთიანი მთლიანის შესახებ საუბრისას ბუნებრივია ჩვენ მოვახდენთ შეჯამებას იმ შემოსავლისა, რასაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის ყველა მონაწილე იღებს. ანუ ერთობლივად მთლიან შემოსავალს ჩვენ ასე ვთქვათ დავაჯამებთ და გავაანალიზებთ. პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები თვითონ შინაარსი ეკონომიკური სისტემის გახლავთ იმგვარი, რომ და ჩვენ ეს ასე ვთქვათ მიკროეკონომიკური ნაწილის საწყის ლექციებში ვნახეთ, გახლავთ ის, რომ ერთი მხარე გახლავთ საქონლის მომსახურების გამცემი, ხოლო მეორე შესაბამისად მიმღრები. ერთი მხარე იხდის საფასურს, აი ამ მიღებულ სერვისში თუ შეძენილ საქონელში, მეორე კი იღებს აი ამ საქონლისა და მომსახურების ღირებულების საფასურს. ანუ ერთი ნაწილისთვის არის გარკვეულწილად ხარჯი, ხოლო მეორე სეგმენტისთვის ეს გახლავთ შემოსავალი. ეს არის ჩვეულებრივი შინაარსი ეკონომიკური სისტემის და ბუნებრივია ჩვენ აი ამ თვალსაზრისით მოვახდენთ ანალიზს, აი ამ თვითონ ამ მოვლენის ანალიზს. ანუ როგორც ხედავთ ეკონომიკურ სისტემაში ჩვენ განვასხვავებთ მყიდველს, გამყიდველს და თქვათ მყიდველის მიერ გადახდილი გარკვეული საზღაური, ეს არის პირდაპირ შემოსავალი გამყიდველისათვის. შემოსავლების ანალიზი, მისი ცალკეული კომპონენტების მიხედვით და შემდგომ მთლიანად ასე ვთქვათ უკვე კრეფსითი საშემოსავლო ნაწილი, ეს გახლავთ
მთლიანი შიდა პროდუქტის ძირითადი ფოკუსირების, ასე ვთქვათ, არეალი. და ისევ მადასტურებლად აი იმ ასე ვთქვათ, შინაარსის არის შესახებაც ჩვენ ახლა ვიმსჯელობთ. ჩვენ მოგვიწევს განხილვა, უბრალოდ მოგვიწევს გახსენება იმ მოდელისა, ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, ეკონომიკური მოდელი, რასაც ჩვენ მივაქციეთ ყურადღება და შევისწავლეთ. ეს არის ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი. აი ეს გახლავთ ჩვენთვის ნაცნობი საკმაოდ სქემა, სადაც მთლიან ეკონომიკური წრებრუნვის მთლიან მოდელში ყავს მონაწილე მხარეები, ეს არის ფირმები, ეს არის საოჯახო მეურნეობები, გვაქვს ბაზრები და აგრეთვე წარმოების ფაქტორები. ანუ ერთის მიერ გაღებული გარკვეული, ასე ვთქვათ, გაწეული ძალისხმევა მეორესთვის ეს გახლავთ შემოსავლის წყარო და შემოსავლის ნაკადი. და ჩვენ ხედავთ თითოეულ მათგანზე აი ამ ვთქვათ მოდელის შინაარსს. საოჯახო მეურნეობები ვიცით რომ მოიხმარენ საქონელს, იღებენ მომსახურებას და ბუნებრივია ამაში იხდიან საფასურს ხარჯებს. აგრეთვე მათ გააჩნიათ საოჯახო მეურნეობებს გააჩნიათ გარკვეული კაპიტალი, ფლობენ საწარმო ფაქტორებს, რომელსაც ასე ვთქვათ ბაზრებს მიაწვდიან, წარმოების ფაქტორების ბაზრებს და შესაბამისად ამაში იღებენ შემოსავალს. ამგვარად ჩვენ ვხედავთ რომ ერთის მიერ გაწეული ხარჯი მეორესთვის შემოსავალი და ასეა მთლიან ეკონომიკაში. ანუ მთლიანობაში არ იცვლება მოცულობა და სტაბილური ერთნაირი, ასე ვთქვათ, გამომდინარე აი ამ ორი სხვადასხვა ნაკადის თანაბარი მოცულობისა, ერთი საშემოსავლო ნაკადის, მეორე ხარჯის ნაკადის, მთლიანობაში არ იცვლება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. ანუ ეს მოცულობა სტაბილურია. ვინაიდან იგი გვიხასიათებს ორ ფაქტიურად ერთი და იგივე რაოდენობისა და მოცულობის ძალისხმევას, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ოღონდ სხვადასხვა ჭრილში, ერთი მყიდველის ჭრილში, მეორე გამყიდველის ჭრილში, ერთი მიმწოდებლის, ასე ვთქვათ, ჭრილში და მეორე იმღების ჭრილში. ამგვარად როგორც დავწუნდით ჩვენ აი ესეთ ვითარებაში, როდესაც გვაქვს ორი მხარე, გვაქვს ორი ნაკადი, სასაქონლო, ფულადი, მომსახურების და ასე შემდეგ, ერთი არის მიმწოდებელი, მეორე მიმღები, საბოლოო ჯამში მთლიანი ეკონომიკისთვის სურათი მდგომარეობა მაჩვენებელი არ იცვლება. ახლა გავამახვილოთ ყურადღება მთლიან შიდა პროდუქტზე, რომელიც დავწმუნდეთ, შევისწავლოთ, დავწმუნდეთ იმაში, თუ როგორ იზომება იგი და პირველ ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ თუ რას წარმოადგენს მთლიან შიდა პროდუქტი, ანუ იგი ზომავს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკის ყველა წევრის მთლიან შემოსავლებს და ეკონომიკის საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ მთლიან დანახავს. ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოადგენს საბოლოოდ საქონლის და მომსახურების საბაზრო ღირებულებას, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ მომენტში. თუ შინაარსობრივად მივყვებით აი ამ განსაზღვრებას, ჩვენ ვნახავთ, რომ თითოეული კომპონენტი სრულ შესაბამისობაში არის შინაარსობრივად აი ამ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, მაჩვენებელთან და ეკონომიკურ შინაარსთან, რაც არის განსაზღვრელი თავად ამ მოვლენის. ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის საბაზრო ღირებულება წარმოადგენს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ საბოლოოდ საქონელი და მომსახურება ისინი წარმოდგენილია საბაზრო ფასით და არა, ვთქვათ, თვითღირებულებით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიმახსოვროთ.
შემდგომი ფრაზა, ყველა ის, ანუ აქ საუბარია მთლიანობაში ეკონომიკაში წარმოებულ და შემდგომ ბაზრისთვის მიწოდებულ და გაგნულ ყველა საქონელზე. საუბარია, რა თქმა უნდა, ოფიციალურ და ასე ვთქვათ, გამჭვირვალე სასაქონლო და მომსახურების ნაკადებზე. საქონელი თუ მომსახურება, ანუ რას ნიშნავს ტერმინი? იგი მოიცავს როგორც ნატურალურ საქონელს, წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ ვთქვათ მანქანების ტანსაცმლის და ასე სახით და ასევე არამატერიალურ მომსახურებას, როგორც არის ვთქვათ სტილისტის მომსახურება, ბინის დაალაგება, ვიზიტი, ექიმის მიერ გაწეული საქმიანობა და ასე შემდეგ. ძალზედ მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. ანუ ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ წელზე, მიმდინარე წელზე და მიმდინარე წლის განმავლობაში წარმოებულ საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე. იგი, რა თქმა უნდა, არ შეიცავს წინა წელს ან წინა წლებში გაწეულ ამგვარ საქმიანობის შედეგს. განსაზღვრული ასევე გეოგრაფიული არეალი, ანუ საუბარია ღირებულებაზე, საქონლის თუ მომსახურების ღირებულებაზე ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრებში, როდესაც საუბარია მთლიან შიდა პროდუქტზე. თუმცა ჩვენ მოგვიანებით ვნახავთ აგრეთვე სხვა მცნებას მთლიანი ეკონომიკისა, სხვა მახასიათებელს, როგორცაც წარმოადგენს მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რომლის გეოგრაფიული საზღვარი უფრო ფართოა და ამ შემთხვევაში ვთქვათ, ჩვენ არ გავასწრებთ მოვლენებს, უბრალოდ მხოლოდ მხედველობაში ვიქონიოთ ეს. და დროის მოცემული მომენტი, ანუ იმ პროდუქციის ღირებულება, რომელიც დროის კონკრეტულ ფიქსირებულ მონაკვეთშია ნაწარმოები. ანუ კიდევ ერთხელ თვალი გადავალოთ ძირითად მახასიათებლებს, ძირითად შინაარსს, კერძოდ იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში წარმოებულ საქონელს თუ მომსახურებას გაგლო ყველა დანახარც ითვალისწინებს. იგი საბოლოო ჯამში ყველა საქონლის და მომსახურების საბაზრო ღირებულებას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის შიგნით დროის გარკვეულ მონაკვეთში არის ნაწარმოები.